აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და მინისტრ თენგიზ ნასარიძის ინიციატივით შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ესტუმრდნენ. შეხვედრას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა. მან სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობა და ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომელიც გარემოს დაცვისა და ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გადაჭრისკენ არის მიმართული. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გარემოს დაცვით პოლიტიკაში, დიალოგის გაღრმავება აკადემიურ და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ასევე საერთო ეკოლოგიური მიზნებისთვის ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობა. ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ, დავაორგანიზეთ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაია ბითაძეს. ეს ღონისძიება იმართება შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ზოგადად გარემოს დაცვის კუთხით. დღევანდელ დღესაც გამოიხატა მათი ინტერესის და ამ დისკუსიის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ძალიან კომპეტენტური კადრების აღზრდას. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების ჩართულობა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში და ზოგადად ცნობიერების ამაღლების კუთხით, როგორც არის გარემოს დაცვა. კომიტეტი ძალიან მოხარულია, რომ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით სწორედ ჩვენ მოვახერხეთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ იმ ძირითად პრიორიტეტებსა და იმ ძირითად აქტივობებს, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტში არის დაგეგმილი. საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინა კომიტეტმა, შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქციული და მოხარული ვიქნებით, თუ შემდგომში ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, რაც შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას და მეტ ჩართულობას.